თორნიკე, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია მარაკანას წყინვალის სტადიონიდან ან ძალიან კარგი სტადიონიდან, აი ჩვენ ვართ მაყურებლის წინაშე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი დღევანდელ შეხვედრაზე რო ბრძანოთ თბილისის ინტერი შეხვდა თბილისის ბასკის და შენი ხედვა რო უამბო მაყურებელს. ჩემი აზრით ხელი ძალიან განსაკუთრებული მატჩი იყო, ორივე ძალიან კარგად ვიბრძოლეთ. ორი გოლიც გაგვივიდა, ცოტა დაცვის ბრალიც იყო, ჩემი ბრალიც იყო, არ ჩავყევი, მაგრამ გავუშვით გოლი და ეს ხელი სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ამის გამო არ დაუნებდებით და მაინც არის შანსი მოგებისთვის. და არასდროს არ გავჩერდებით და არ დაუნებდებით. ჩემი აზრით ყველამ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოწინააღმდეგემაც ძალიან კარგად ითამაშა. ჩემი ეს ხელი ძალიან განსაკუთრებული და საჭირო იყო. დიახ, ძალიან კარგი და აი მშვიდობის თასის გარდა მაყურებელმა იცის რომ თბილისის ინტერი არაერთ ტურნირში იღებს მონაწილეობას და აი ამის შესახებ ზოგადად აი რას პირდები კონკრეტულად შენ მაყურებელს აი როგორც თქვი, ჩვენ არ დაუნებდებით არასდროს, ვცდით ყველა რომ გავიტანოთ გოლები, მოვიგოთ მატჩები და ასევე რაც შეიძლება მეტი ტურნირი მოვიგოთ და ვიყოთ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი. ჩემი აზრით ყველა თუ მოვიხოდებით და კარგად ვიბრძით და ვითამაშებთ, კარგად ვითამაშებთ ყველა და მოვიგებთ ტურნირებს. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მე თბილისის ინტერს უსურვებ წარმატებებს. გაიხარეთ, უფალი იყოს თქვენი მფარველი.